გამარჯობა, ნინი სანადირაძე, კულტურის პოლიტიკის მკვლევარი არის დღეს ჩვენთან ერთად. დიდი მადლობა ნინი შენი დროისთვის და მინდა რომ გთხოვ ვისაუბროთ ისეთ თემაზე, როგორიც არის უსაფრთხოება, იმიტომ რომ უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ ძირითადად ჩვენ, მაგრამ ვისაუბროთ უსაფრთხოებაზე როგორც მეხსიერება, ან მეხსიერებაზე როგორც უსაფრთხოება. აი ამ თემას შევეხოთ და განსაკუთრებულად აქტუალური არის დღეს ჩვენთან, რახან აი ეს მახსოვრობა, ეს მეხსიერება უკავშირდება უამრავ პრობლემას, უამრავ გამოწვევას და ცხადია ამას აქ გავლენა ჩვენს უსაფრთხოებას და რა გავლენა აქვს ამაზე გთხოვ რომ შენ გითხრა. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის, მართლაც უმნიშვნელოვანესი თემაა. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ უსაფრთხოებაზე, ძირითადად უსაფრთხოებაზე და თავდაცვაზე განიხილება ხოლმე ტერიტორია. განიხილება ხოლმე საზღვრები, განიხილება ხოლმე არასაომარი ვითარებები ან საომარი ვითარებები და ასე შემდეგ. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი გარდა ფიზიკური უსაფრთხოებისა არის ისტორიული უსაფრთხოება, რომელიც ძალიან დგას მეხსიერებაზე, მეხსიერების კულტურაზე და მეხსიერების უსაფრთხოებაზე. ხა ჩვენ საქართველოში გვაქვს მრავალსაუკუნოვანი ისტორია, რომელიც ძირითადად არის არქეოლოგიური კომპონენტი, ისტორიული ჩანაწერები, ისტორიოგრაფია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მათ შორის ეთნოლოგია, კულტურული მემკვიდრეობა და ძირითადად ვსაუბრობთ ხოლმე კულტურული მემკვიდრეობის შენახვაზე. ვსაუბრობთ კულტურული მემკვიდრეობის შენახვაზე, როგორც კონკრეტული ობიექტების, როგორც მატერიალური, ისე არამატერიალური მემკვიდრეობის შენახვაზე. მაგრამ არ ვსაუბრობთ ინტერპრეტაციაზე, რაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია და ინტერპრეტაცია განსაკუთრებით ბოლო 2-3 საუკუნის მანძილზე სრულიად განსხვავდება არსებული რეალობისგან, უბრალოდ ისტორიული რეალობისგან. ამის ძალიან ცხადი მაგალითია მაგალითად საბჭოთა წარსული, როდესაც ისტორიული კონტექსტი და რაკურსი ისე შეიცვალა, როგორც საბჭოთა კულტურის პოლიტიკას სჭირდებოდა. და ამის არაერთი მაგალითი გვაქვს ჩვენ და ეს მაგალითები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია სამოქალაქო პოზიციის ჩამოსაყალიბებლად საზოგადოებაში. სამოქალაქო პოზიცია ყალიბდება იმ კონკრეტული დისკურსიდან, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია. ხა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მეხსიერებაზე, არაერთი კვლევა კულტურის მეხსიერების მიმართულებით, არაერთი ძალიან საინტერესო და თანამედროვე ავტორი იკვლევს ამ მიმართულებას და ვიცით, რომ ინდივიდუალური მეხსიერება, კოლექტიური მეხსიერება, საზოგადოებრივი მეხსიერება და კულტურული მეხსიერება გაგვაჩნია და ესენი ერთმანეთისგან განსხვავდება როგორც საზოგადოებრივი, ისე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. მაგრამ ისტორიული მეხსიერება ან კულტურული მეხსიერება, რაზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, როგორც უსაფრთხოების გარანტიაზე და უსაფრთხოების ერთ-ერთ ფუნდამენტალურ საფუძველზე, არის იმ ისტორიული რეალობის თაობიდან თაობაზე გადაცემა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას და ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას და ვალდებულებას გადაიაზროს წარსული. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი იმისა, რომ შევიმეცნოთ, გავიზიაროთ, გავიაზროთ და რაც მთავარია გამოცდილებაში ვქონდეს, როგორც ჩვენი საკუთარი წარსული, იმისთვის, რომ აღარ გავიმეოროთ ძალიან ბევრი რამე. ამის იტყვიან აუცილებლად, რომ ამას აქვს სოციალური კონტექსტი, პოლიტიკური კონტექსტი, ეკონომიკური და მათ შორის გეოგრაფიული. და რა თქმა უნდა, ისტორიულ რეალობას განაპირობებს ეს განსაკუთრებით გეოგრაფიული კონტექსტი, როგორც შეიძლება ჩვენ დღეს ვთქვათ საქართველოს მიმართებით, ხო? გეოგრაფიული კონტექსტი არ შეიცვლება. საქართველოს მეზობელი იყო და იქნება რუსეთი. ეს არის გეოგრაფიული უბედობა თუ ტერიტორიული უბედობა, ეს მეორე საკითხი და ამის გამო შეუძლებელია ვიყოთ ყოველთვის იმ პოზიციაში, რომ სხვა გზა არ არის. სხვა გზა ყოველთვის არის, როდესაც გააზრებული გვექნება რა გვინდა. ისტორიული მეხსიერების დაცვა ერთ-ერთი ყველაზე მთავარი იარაღია იმისთვის, რომ საზოგადოება განვითარდეს, საზოგადოება შედგეს სამოქალაქო საზოგადოებად და როგორც დღეს არის მაგალითად არაერთი მიმართულებით წავიკითხავთ, დავინახავთ, მოვისმენთ ადამიანები, რომლებიც სამოქალაქო პროტესტს გამოთქვავენ, ეს ადამიანები არიან სხვა ძალებისგან მართულები, ან პროტესტანტები, ან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
ისტორიული მეხსიერების ერთ-ერთი ფუნდამენტური საფუძველია იმ ისტორიულ რეალობაზე და მემკვიდრეობაზე დგომა, ხა ჩვენ საქართველოს ისტორიას თუ გადავხედავთ, არაერთი საპროტესტო მიმართვა, მათ შორის წარუმატებელი, მაგრამ გაბედულება არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი, ხო, როდესაც სოლომონ დოდაშვილის სახელი გარდა იმ თავის მემკვიდრეობისა, როგორც არის მისი შრომები, ასე შემდეგ, ერთ-ერთ ყველაზე დიდ საპროტესტო კონტექსტს უკავშირდება. ამიტომაც ამ მნიშვნელოვანია თუნდაც თავიდანვე განწირულ დამარცხებულ საპროტესტო აქციასაც კონდეს აი ისტორიული შესაძლებლობა გადაეცეს თაობიდან თაობას იმისთვის, რომ გახდეს მაგალითი. როდესაც ჩვენი ისტორიული მეხსიერება ძირითადად რომანტიზირებულია, ხო? ეხლა როდესაც ვსაუბრობთ 1936-37 წლებზე მიუხედავად არაერთი ორგანიზაცია იკვლევს, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ძალიან აქტუალური შეიძლება იყოს, მაინც ვსაუბრობთ იმას, მაინც ძალიან ცოტა ვიცით და თითქმის ძალიან ცოტა ორგანიზაცია იკვლევს კვლევითი კომპონენტის თვალსაზრისით, გააზრების თვალსაზრისით. ჩვენ არაფერი არ ვიცით რა ხდებოდა 1934 წელს, 1935 წელს, ხო, ვიდრე უშუალოდ ქმედებები დაიწყებოდა. რა მოვლენები და რა იყო ამ ყველაფრის მიზეზი, ხო? ეს ყველაფრის მიზეზი იყო არა მხოლოდ ის მთავარი ამბავი, როგორიც არის მასობრივი რეპრესიები, მასობრივი რეპრესიების მიზანი და მიზეზი რა იყო, ხო? დღეს კიდე არსებობენ ადამიანები, რომლებიც ყვებიან, რომ იმიტომ რომ წინააღმდეგები იყვნენ და რისი. ეს რისი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი. ეს არის თავისუფალი აზრი, ეს არის სახელმწიფოებრივი იდენტობა, ეს არის ისტორიული მეხსიერება და ასე შემდეგ. ჩვენ ბევრჯერ ვცადეთ ამ მიმართულების რეაბილიტაცია, ისტორიულ მეხსიერებაზე ვსაუბრობ და საქართველოს ისტორიაც ძირითადად ფაქტებზე ორიენტირებული ისტორიაა. ამ მიმართულებით ჩვენ გასააზრებელი გვაქვს, როგორ ვხედავენ მაგალითად იმ პერიოდის მეზობელი ისტორიკოსები, ან ადამიანები, რომლებიც მოგზაურობენ იმ პერიოდში საქართველოში, როგორია ჩანაწერები, როგორია მათი ხედვით. ძალიან ხშირად შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ეს და მაინც სასიამოვნო წასაკითხი არ იყოს ეს მასალა, მაგრამ ჩვენ გავიაზროთ ერთი ამბავი, რომ ნებისმიერი ჩანაწერი და ნებისმიერი თვალთახედვა ეს არის სუბიექტური. ადამიანებს მათ შორის კარის ისტორიკოსებს არ აქვთ ობიექტურობის ეს არის იმ პროპაგანდის ნაწილი, რომელიც სამეფო კარსაც ემსახურება. ამისთვის არსებობს დღეს ამდენ საუკუნოვანი ისტორია, რომ ჩვენ შევძლოთ გავაანალიზოთ ესა თუ ის მოვლენა, გავიაზროთ მსოფლიო კონტექსტში, მსოფლიო რუკაზე, მსოფლიო ისტორიების რუკაზე, რა ხდებოდა პარალელურად სხვა ქვეყნებში და რატომ მაინც და მაინც საქართველო. ჩვენ რომანტიზირებული გვაქვს ერთის მხრივ საომარი ვითარებები საქართველოში, რომანტიზირებული გვაქვს ჩვენი განსაკუთრებულობა, უდაოდ განსაკუთრებულია საქართველოს ისტორია, უდაოდ ძალიან იღბლიანია ჩვენი ქვეყანა იმისთვის, რომ ამდენ საუკუნოვანი და შეიძლება დავაბრალოთ ეს წილხვედრობას, შეიძლება დავაბრალოთ ისტორიულ მნიშვნელოვნებას, შეიძლება დავაბრალოთ სხვადასხვა მიმართულებითაც შეიძლება ვიფიქროთ და წარმოვადგინოთ მისი განსაკუთრებულობა, მაგრამ ყველაზე განსაკუთრებული იქნება მაშინ, როდესაც დღეს 21 საუკუნის ადამიანს ექნება სრული სურათი გაანალიზების თუნდაც დაუშვით შეცდომები და ამ შეცდომებზე საუბარი არ იქნება რომელიმე გადაწყვეტილების მიმღები პირის შეურაცხყოფა. ან არ იქნება აკრძალული, მაგალითად ვისაუბროთ, რა იყო ერეკლე მეორის გადაწყვეტილება. ან რა გარემოებების მიხედვით მიიღო ამა თუ იმ მეფემ ესეთვის გადაწყვეტილება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია და მნიშვნელოვანია ისევ და ისევ უსაფრთხოების იმ თვალსაზრისით, როცა ვიცი რა მაქვს, კიდევ უფრო ადვილია მისი ფასეულობითი დაცვა და კიდევ უფრო ადვილია მისი პირდაპირ მნიშვნელობით დაცვა. ნინი, უამრავი კითხვა მიტრიალებს თავში და პირველი ალბათ ის არის, რომ ჩვენი ეს ისტორიული მახსოვრობა ან გადაწერილია, ან გამქრალია, ან ამოხეულია წიგნიდან, ჩვენ არ ვიცით ბევრი რამ, არა მხოლოდ 35-34 წელზე, მაგრამ არ ვიცით 1801 წლიდან მოყოლებული. და როდესაც
ქვეყნის მოსახლეობამ არ იცის მისი წარსული, მისი ისტორია, არ გააჩნია ეს მეხსიერება. როგორ შეიძლება იყოს გამოყენებული ეს მის წინააღმდეგ, ზუსტად მისი უსაფრთხოების წინააღმდეგ და რამდენად მოწყვლად ხდება ეს? ჩვენ სამწუხაროდ ამ რეალობის წინაშე ვდგევართ, არა მარტო დღეს, ამ რეალობის წინაშე ვდგევართ უკვე 1921 წლიდან. მთელი საბჭოთა პერიოდის მანძილზე 1918-1921 წლების ისტორია თითქმის არ ისწავლებოდა. ადამიანებმა იცოდნენ ზეპირი ისტორიების მიხედვით და ჩვენ ვერ ვნახავთ საბჭოთა პერიოდში გამოცემულ რომელიმე სახელმძღვანელოს ოფიციალურ სახელმძღვანელოს გულისხმობ, სადაც 1918-1921 წლების დამოუკიდებელი საქართველო იყო შეფასებული როგორც შესაძლებლობად, როგორც იმ განსაკუთრებულ მიღწევად, იმ მთავარ ამბად, რომელიც 19 საუკუნის მოძრაობის შედეგია. ზეპირ ისტორიებში განსაკუთრებით უფროს თაობას კიდევ უფრო ემახსოვრება ის ამბები, როგორიც არის მაგალითად მენშევიკების და ბოლშევიკების ბრძოლა, თეთრგვარდიელები. ძირითადად ესეც არის ის მთავარი საფრთხე, რომელიც ისტორიის გადაწერას ან ისტორიის დავიწყებას გულისხმობს ხოლმე, ან იმ შეცვლას. მაგალითად, საბჭოთა პერიოდში ჩვენ ვიცით ილია ჭავჭავაძის მკვლელობა, ვიცით ძალიან ბევრი ამბავი, არაერთი კვლევა თვალსაზრისით, არაერთი მუზეუმი ამ მიმართულებით, ძალიან ბევრი თითქმის არ არსებობს ადამიანი საქართველოში, რომელმაც არ იცის ილია ჭავჭავაძის შესახებ რამე, სახელი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ ჯერ კიდევ არ არის სრული ინფორმაცია გავრცელებული იმის შესახებ, რა მთლიანობას თავაზობდა ილია ჭავჭავაძე სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, რა ინსტრუმენტებს მოიცავდა მისი და მისი თანამოაზრეების ღვაწლი სახელმწიფოებრიობის მნიშვნელობისთვის. მაგრამ ილია ჭავჭავაძის მკვლელობის შემდეგ დიდხანს არ საუბრობდნენ ამ თემაზე. ილია ჭავჭავაძის რეაბილიტაციის შემდეგ უკვე ილია ჭავჭავაძე გახდა დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწე, თუმცა საზოგადოებაში ზეპირი ისტორიებით მაინც ვრცელდებოდა ის მთავარი საფრთხე, როგორიც იყო ისეთი ისტორიები, რომ მაგალითად ილია ჭავჭავაძე გლეხებს წყალს არ აძლევდა. და არაერთი ესეთი ისტორია. ჩვენ გვაქვს ერთი ოფიციალური განაცხადი, ერთი ოფიციალური მიმართულება და მეორე აი ზეპირ სიტყვიერი მიმართულება, რომელიც ყოველთვის უფრო მძლავრია, რომელიც ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანია, ყოველთვის უფრო ჩქარა ვრცელდება და რომელიც ყოველთვის ბადებს იმ ეჭვს, რომელიც ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს ხოლმე სამომავლოდან, იწყება გაორება. ერთია რომ მეუბნავიან, ეს არის არა მარტო კულტურის მეხსიერებაში, არამედ ნებისმიერ ადამიანს აქვს ხოლმე ეს მიმართულება, ხო, როდესაც მეუბნავიან, რომ არ შეიძლება, მაგრამ ჩუმად შეიძლება. როცა მე სახელმწიფო მასწავლის რაღაც არ შეიძლება, მაგრამ ხედავ, რომ მისთვის შეიძლება, როცა იწყება შერჩევითი სამართალი. ამიტომ ესეთი ისტორიები ძალიან ბევრი გვაქვს. ესეთი მაგალითების მოყვანა შეიძლება დაუსრულებლად, რამაც საბოლოოდ მიგვიყვანა მხოლოდ ერთი მიმართულებით განვითარდა ჩვენი საზოგადოება, ჩვენი მთლიანად გონება, რომ ჩვენ ვართ განსაკუთრებული ერი, ჩვენი მეფეები არიან იმ განსაკუთრებული ბაგრატონთა ოჯახიდან, რომელიც დავითის წინაპრები არიან, ჩვენ ვართ ღვთისმშობლის წილხვედრი ერი და ამ რომანტიზირებულ მიმართულებასთან ერთად დავკარგეთ პასუხისმგებლობა. დავკარგეთ თუნდაც ის პასუხისმგებლობა, რას ნიშნავს წილხვედრობის მოვლა. ეს არის ერთ-ერთი მთავარი, როდესაც წინა პლანზე გამოდის ყველაზე მთავარი და საბოლოოდ 70 წლის აი ამ საბჭოთა პერიოდის და უკვე პოსტსაბჭოთა პერიოდის მანძილზე ჩვენ გვაქვს ზუსტად ეს რეალობა კულტურის პოლიტიკის თვალსაზრისით. ჩვენ აღმოჩნდით საბჭოთა პერიოდში იმ 15 რესპუბლიკიდან ის ქვეყანა, სადაც კარგია ყოფნა, სადაც არის ძალიან გემრიელი სამზარეულო, სადაც ყველას უხარია, სადაც ლხინია, სადაც მღერიან ძალიან კარგად, ცეკვავენ ძალიან კარგად და ქართული კულტურა გახდა სამკაულის მნიშვნელობის. გასალამაზებელი, მოსართავი, მისართმევი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ერთი შეხედვით წლების მანძილზე ძალიან მძიმე შედეგამდე მივედით და მივედით, როდესაც დღეს
მთლიანად იცვლება დისკურსი და ეს დისკურსი იცვლება უკვე არაერთი წელია, როდესაც ხდება მაგალითად ისეთი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახიფათო და საგანგაშო ტერმინების შემოტანა, როგორც არის მაგალითად რუსეთი რთული მეზობელია. როდესაც ჩვენ სულ ახლახან თითქმის ყველა ადამიანს ახსოვს, მათ შორის 2008 წლის შემდეგ დაბადებულ ადამიანებმაც იციან 2008 წლის კონფლიქტი, რომელიც არ დაწყებულა მხოლოდ 2008 წელს და იმის მაგერად რომ გავიაზროთ მისი შედეგები, მისი წინაპირობები, ვსაუბრობთ მხოლოდ იმაზე, ვინ ისროლა პირველად. ჩვენ წლებია ვუყურებთ სასაზღვრო ზონიდან, სოფლებიდან იმ ადამიანების ძალიან მძიმე ბედს, რომლებსაც არ შეუძლიათ საკუთარ სოფელში, ისტორიულ სოფელში, რომელიც ისტორიული მეხსიერებით მათთვის ძალიან ავთენტური და იდენტურია, თავისი წინაპრების აფლავზე გასვლა, მხოლოდ იმიტომ, რომ შუაში არის მავთულ ხვარი. იმის მაგალითად, რომ ამ რეალობაზე ვილაპარაკოთ, როგორც ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემაზე ვიპოვოთ გამოსავლები, საუბრობთ ამდენი წელია ვისი ბრალი იყო ეს. რეალობას არ ცვლის დამნაშავეს ძიება და მსოფლიოს არ ეპარება იმაში ეჭვი, რომ რუსული იმპერია ძალადობრივი ფორმატის არის, რუსული იმპერია დღემდე თუ გავიაზრებთ რა ხდება უკრაინაში და არა მარტო, რა საფრთხეების წინაშე დგას დღეს მსოფლიო. ძალიან არასერიოზული არის ბილად რო ვთქვათ, იმაზე საუბარი, აღარაფერს ვამბობ აფხაზეთზე და ასე შემდეგ. და ეს ისტორიული ომია, ხო? სამაგერად ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელიც ძირითადად საუბრობს იმაზე, რომ ისტორიულ პერიოდში თურქეთის მხარეს დარჩენილი ტაო-კლარჯეთის ტერიტორია უნდა დავიბრუნოთ. რისი შედეგი არის აი ამ გზავნილების, ასე ვთქვათ, ერთად თავმოყრა განსაკუთრებით ბოლო პერიოდში? რისი ბრალია ეს? ანუ ეს არის მიზან მიმართული ერთი, ეს არის იმის გამო, რომ უბრალოდ აი ეს ისტორიული მახსოვრობა წაშლილია ან ხელოვნურად დაკარგული ან სადღაც ისტორიული მახსოვრობა თავისით არ იშლება, ისტორიული მეხსიერების და ისტორიული კონტექსტის წაშლა სჭირდება საკმაოდ ორგანიზებული, საკმაოდ გეგმაზომიერი ნაბიჯები იმისთვის, რომ მე ჩემი სახელმწიფოებრივი იდენტობა დავკარგო, ან არ ვიყო ამაყი და არ ჩავთვალო თავი თანასწორად. ეს არის მე ვფიქრობ, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა და საგანგაშოდ ნამდვილად არის ამ ვითარებით საქმე, რასაც წლებია ვუყურებთ და აი ეს ისტორიული რეალობა, როგორიც გვაქვს პოსტსაბჭოთა პერიოდის შემდეგ. პოსტსაბჭოთა პერიოდის შემდეგ, განსაკუთრებით ეროვნული მოძრაობის პერიოდში, იწყება იმ ყველაზე მთავარი ნიშნულების წინ წამოწევა, როგორც არის ისტორიული მეხსიერება, ქვეყნის ისტორიული როლი, ქვეყნის მთლიანობა, ერთდროულად იწყება, არ აქვს მნიშვნელობა ამას, როგორ ახერხებენ და რა შედეგით. ერთდროულად იწყება ლაპარაკი ადამიანის უფლებებზე, იწყება ლაპარაკი თავისუფლებაზე, იწყება ეროვნული ჯარის ფორმირებაზე ლაპარაკი, ხო? დამოუკიდებელი საქართველოს ეროვნული ჯარის ფორმირებაზე იწყება იმ თავაზე, როგორც არის ლოგო, როგორც არის დროშა, როგორც არის გერბი და ასე შემდეგ, სადაც ეს ფუნდამენტური ატრიბუცია იდება, რომელიც სახელმწიფოებრიობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. საქართველო ხდება დამოუკიდებელი, მაგალითად ჩვენ 9 აპრილი გვაქვს და არის კიდევაც ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე საქართველოს ისტორიაში, მაგრამ მისი შეფასება მიუხედავად იმისა, რომ წლებია ვცდილობთ, მაგალითად 2025 წელს გვაქვს როგორც სხვადასხვანაირი ტერმინები გავრცელდა და ეს არის მართული პროვოკაცია, ხო? ქვეყნის ისტორიისთვის ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, უახლესი ისტორიისთვის და ჩვენ უახლესი ისტორია თითქმის არ აქვს გადაფასებული. არა მარტო 9 აპრილი მაგალითად არ ვიცით და არ ვცდილობთ ამაზე საუბარს შეფასებითი ფორმატით, როგორც არის ზვიად გამსახურდიას პერიოდი, როგორც არის სამოქალაქო ომი.
ხო, რომელიც სულ ახლა ხან თითქმის ყველას ახსოვს თბილისში. მე მახსოვს სამოქალაქო ომი, მე მახსოვს დამწვარი თბილისი და დღეს ზუსტად მაგალითად აი მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც არ ყოფილა რუსთაველზე, ამბობს, რომ ზუსტად ისე დაწვეს, როგორც თბილისის ომის დროს იყო დამწვარი რუსთაველი. ერთის მხრივ ხდება იმ საშინელი ტრაგიკული დღეების გაუფასურება და მეორეს მხრივ განძაფრება იმ რეალობის, რომელიც გვაქვს დღეს და მნიშვნელობის დაკარგვა ასევე, რატოდ გადან ეს ადამიანები ქუჩაში. ასეთივე ბევრი მაგალითი გვაქვს, ესეთი მაგალითად საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, როგორც გვაქვს დაწმინდაზე, ხო, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ადგილი, სადაც ისტორიის რეფლექსია უნდა მოხდეს, რატო არიან ეს ადამიანები ერთად, რა ღვაწლი აქვს და ყველამ ვიცით, რომ ესენი არიან დიდი ქართული საზოგადო მოღვაწეები, მაგრამ დაწმინდაზე ვიზიტის დროს ჩვენ ვხედავთ ჯაბა იასელიანს. ხედავთ და ბევრ ესეთ ადამიანს, რომელიც საქართველოს ჯაბა დიდუბეშია. საზოგადო მოღვაწეთა პანთეონია ასევე, ხო, დიდუბე. ხედავთ სტალინის დედაკეკეს. ამიტომ ძალიან ბევრი გვაქვს ესეთი ორმნიშვნელოვნიანი ამბები, ორმნიშვნელოვნად ერთმანეთისგან კოგნიტური დისონანსისთვის სრულიად საკმარისი წერტილები და ამბები, რომელიც კიდევ უფრო ბევრ კვლევას საჭიროებს, კიდევ უფრო ბევრ ხმამაღლა საუბარს საჭიროებს. ხა, როდესაც საუბრობთ არის თუ არა ეს მიზანმიმართული, როდესაც სახელმწიფო პოლიტიკის შედეგია საბოლოოდ. სახელმწიფო პოლიტიკის შედეგი და ამის მაგალითი ძალიან ბევრ ქვეყანაში გვაქვს, ხო? მაგალითად, საფრანგეთი ჯერ კიდე ფრანცისკე პირველიდან მოყოლებული, მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთმა შეცვალა და საფრანგეთი შეიცვალა თვითონ მმართველობითი სისტემა რესპუბლიკამდე და დღევანდელ საფრანგეთამდე, ის თავიდანვე ცდილობს იმ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გატარებას, რომელიც ფრანგული კულტურის პოლიტიკის შედეგია და რომელმაც ფრანგული კულტურა როგორც პოლიტიკური დისკურსი მიიყვანა დღემდე, ხო? ძალიან ჩვენ ეტაპობრივად დავიწყეთ საქართველოს ისტორიის წიგნების შეცვლა. დღეს მაგალითად სულ ახალი გადაწყვეტილება, როდესაც ვამბობთ, რომ უმაღლეს სასწავლებელში უნდა დაიწყოს ქართული ენის სწავლება და რა ვშვებით ზოგადად საგანმანათლებლო პირველ საფეხურზე. ამიტომ ძალიან ბევრი წინააღმდეგობრივი კომპონენტი გვაქვს. ვიწყებთ ქართული ენის სწავლას უმაღლეს სასწავლებელში, ვისთვის? ხო? ქართულ ენაზე მოლაპარაკე ადამიანი, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, უმაღლეს სასწავლებელში უნდა ფლობდეს ქართულ ენას. ხო, როგორც ლიტერატურულ, ისე კვლევით კომპონენტს. ამიტომ ძალიან წინააღმდეგობრივია ეს მიმართულება, ძალიან წინააღმდეგობრივია ზუსტად უსაფრთხოების თვალსაზრისით. უსაფრთხოება როგორც ქვეყნის იდენტობის ერთ-ერთი მთავარი განსაზღვრელი, რომელიც დგას არა მარტო კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ნუსხაში, იქნება ეს მატერიალური თუ არამატერიალური, არამედ იმ მეხსიერებაში, რომელსაც როგორ წარვადგენთ და როგორ წარმოვადგენთ. ეს ძალიანაც სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილი უნდა იყოს და ძალიან ბევრი ქვეყანა, მათ შორის ისეთი ქვეყნები, რომლებიც ტრამულად გაიარეს ესა თუ ეს პერიოდი, ამას ძალიან დიდ რესურსად მიიჩნევს იმისთვის, რომ სამოქალაქო საზოგადოება გაიზარდოს და გადაფასდეს. ხო, ესეთი გვაქვს ისრაელის მაგალითი, ესეთი გვაქვს გერმანიის მაგალითი, ესეთი გვაქვს ჩინეთის მაგალითი, ბევრი. თუმცა მათ ეს შეძლეს. შეუძლებელი არაფერი არ არის, როდესაც არსებობს ნება და ეს ნება ვერ ექნება მხოლოდ ინდივიდუალურ ადამიანებს. ახლა ჩვენ საქართველოში გვაქვს რამდენიმე მიმართულება, კვლევით მიმართულებას გულისხმობ, რამდენიმე ადამიანი მუშაობს ამაზე, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ორგანიზაცია ეს არის საბჭოთა კვლევის ლაბორატორია SOBLAB, რომელიც ცდილობს მცირე ძალებით იმ რთულ დროს, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვს დღეს, წარადგინოს და წარმოაჩინოს, ზედაპირზე ამოიტანოს არქივებში დამალული ის ინფორმაციები, რომელიც
გააზრებასაც საჭიროებს, არა მარტო დოკუმენტურ მასალას. ამიტომ ამისთვის სახელმწიფოებში, განსაკუთრებით ევროპულ სახელმწიფოებში გვაქვს მუზეუმები, გვაქვს არქივები, გვაქვს სხვადასხვა კვლევითი კომპონენტები და რაც მთავარია საგანმანათლებლო მიმართულებები, რომელიც ნებისმიერი ასაკისა და საჭიროების ადამიანისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი იმისთვის, რომ ჩვენ ძალიან ხშირად არის ხოლმე საუბარი, რომ დღეს განსაკუთრებით ადვილი გახდა, რომ ევროპას არ აქვს ფასეულობები. ადვილი გახდა იმაზე ლაპარაკი, რომ უნდა გახდეს ერთ აგვართვან ისტორია. თუ ჩვენ გადავხედავთ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ისტორიას, ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღი და სიმდიდრე არის მათი იდენტობა. თითოეული ევროკავშირის ქვეყნის იდენტობა, თავისი წარსული და თავისი ისტორია. ჩვენ როცა ჩავდივართ ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიულად ის ეკუთვნის ევროკავშირის ერთიან ზონას, არა მარტო მთლიანად სახელმწიფოებში, არამედ სახელმწიფოები, რომლებიც დაყოფილია რეგიონებად, რომლებიც დაყოფილია ხშირად სხვადასხვა ერთეულებად, არ აქვს მნიშვნელობა როგორი სახელი ქვია, მათ თავიანთი განსაკუთრებული მახასიათებლები გააჩნიათ და ამ განსაკუთრებული მახასიათებლების შენარჩუნებაზე, დაცვაზე, წინ წამოწევაზე და თაობიდან თაობაზე გადაცემისთვის მუშაობენ. უნდა კითხვა აუცილებლად რამდენიმე მიმართულება. პირველი ლუსტრაციის კანონი. ან ზოგადად ლუსტრაცია. თუ კი სხვაგან მოხდა ჩვენთან რატო არ მოხდა? არა იმიტომ ხო არა რომ ჩვენ ეს გვინდოდა, მაგრამ ვიღაცას არ უნდოდა გარედან. ან მინდა რაღაც მითებში წავიდე, მაგრამ რეალური მიზეზი ხო ამისი რა არის? მეორე საკითხი არის ის, რასაც ჩრდილოელი აკეთებს, მაგალითად ახლა თუნდაც უკრაინის წინააღმდეგ და მისი პროპაგანდა როგორ მუშაობს და ზოგადად პროპაგანდა როგორ მუშაობს მეხსიერებაზე, როგორც უსაფრთხოების ინსტრუმენტზე. აი ესეც მაინტერესებს. ლუსტრაციის კანონთან დაკავშირებით საკმაოდ საკამათოა. მე ვერ გეტყვით მაინც და მაინც დარწმუნებით, რომ აუცილებლად ვიღაცამ გარედან გადაწყვეტა, რომ საქართველოს არ ჭირდება ლუსტრაციის კანონი. და თუ ვიღაცამ გარედან გადაწყვეტა, ესეც ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი ბრალეულობაა, ჩვენი როგორც სახელმწიფოსი. როდესაც გარედან ხდება ასეთი ჩარევა, მაგალითად ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებით, როგორც არის ლუსტრაცია, თითქმის ყველაფერი ვიცით. განსაკუთრებით 1918-21 წლების და შესაძლებელია ამ მიმართულებით ანალიზის გაკეთება. თუ ჩვენ ვუშვებთ იმას, რომ გარედან ჩაერიოს ვინმე თვითგამორკვევის პროცესში, მაშინ როგორ დაუშვით დამოუკიდებლობა? ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? საერთაშორისო სამართალი აღიარებს ერების თვითგამორკვევის პროცესს, რომელიც არ გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ ტერიტორიალურ თვითგამორკვევას ან ტერიტორიალურ დამოუკიდებლობას. ის ისტორიული კონტექსტის მეხსიერების თვითგამორკვევასაც გულისხმობს, როდესაც დროა სახელები დავარქვათ ყველაფერს, როგორი მტკივნეულიც არ უნდა იყოს. ჩვენ უნდა მივეჩვიოთ და ზუსტად ეხლა დგება დრო იმისი, რომ მტკივნეული შეიძლება იყოს სხვადასხვა ფაქტის გააზრება და მტკივნეული შეიძლება იყოს თითოეული ბევრი ადამიანისთვისაც, ოჯახებისთვისაც, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია თქვათ და ჩვენ არაერთი მაგალითი გვაქვს მაგალითად აი ამ პროპაგანდის დღევანდელ საქართველოში, როდესაც ხდება, რომ ეს როგორ ამა თუ იმ ადამიანზე, რომ მაგალითად ეს როგორ ლაპარაკობს ამის ბაბუა, იცით ვინ იყო? თუ გაანალიზება ხდება ძალიან არასწორია ბაბუებისა და მამებისა და დიდი ბაბუების დანაშაულზე შვილების კუთხეში მიმწყდება. მომავალი თაობის. თუ ეს ადამიანები ამართლებენ და აგრძელებენ მათ გზას, რა თქმა უნდა, აქ სხვა დანაშაულთან გვაქვს საქმე და არა პასუხისმგებლობასთან, მაგრამ თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა შევძლოთ სიმართლისთვის თვალის გასწორება იმისთვის, რომ ნებისმიერი ადამიანი შეიძლება აღმოჩნდეს ისევე როგორც დღეს.
ხო, დღეს გვაქვს ჩვენ ეს რეალობა, როდესაც ჩუმი შიში და ჩუმი ძალადობა უკვე დაწყებულია. ადამიანთან უმრავლესობა, რომლებიც საკუთარი აზრის გამოხატვისგან თავს იკავებენ, საკუთარი აზრის საჯარო დაფიქსირებისგან თავს ikავებენ, ან პირიქით იმალებიან, რომ კავშირს წყვეტენ მხოლოდ იმ ნიშნით, რომ არ შეგაწუხო ეხა ისეთი რთული დროა, ეს არაფერი არ არის სხვა თუ არა ნების წინააღმდეგ წასვლა. თვით გამართლება. ამიტომ ილუსტრაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამბავია, თუმცა ჩვენ გვაქვს ასევე ჩვენ არ ვსაუბრობთ იმაზე, მაგალითად რა მოხდა თბილისის ომის დროს, სად წავიდა უშიშროების არქივი. სად წავიდა? ჩვენ ვიცით არაერთი მითი ამ მიმართულებით, ხო? გაიტანეს, ვინ გაიტანა, რატომ გაიტანა, სად გაიტანა, რა ნაწილი დარჩა საქართველოში, რა ნაწილი გაიტანეს და ასე შემდეგ. ამიტომ ეს სრულიად ახალი ისტორია, სრულიად ახალია, როდესაც ჯერ კიდევ შესაძლებელია ამაზე ძალიან ხმამაღლა და განგაშით ლაპარაკი. თუმცა ჩვენ ვიცით 1956 წელი და მე ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც ამ პერიოდში იყვნენ თბილისში, იყვნენ ამ დემონსტრაციაზე და ისინი დღემდე ვერ ყვებიან რეალურად რა მოხდა. ხო, რამდენი ადამიანი დაიღუპა. ამას აკეთებდა იმ პერიოდის მედია, იმ პერიოდის პროპაგანდა, თუმცა დღეს პროპაგანდასთან ბრძოლა ყველაზე რთულია დღევანდელ რეალობაში, რატო? იმიტომ რომ მთლიანად ჰიბრიდულია, საინფორმაციო სივრცე არის უამრავი პლატფორმისგან შემდგარი, აღარ არის მხოლოდ ერთი ან ორი ტელევიზია და მართულია წინააღმდეგობრივი აზრი. მართულია არა მარტო წინააღმდეგობრივი აზრი, როგორც სამოქალაქო საზოგადოების სურვილი, მართულია ურთიერთგადამფარავი ინფორმაციით, მაგალითად რაც მთავარი ეს დგას უპასუხისმგებლობაზე, ნებისმიერ ადამიანს დარწმუნებით შეუძლია თქვას, რომ გუშინ მის თვალწინ მოხდა ესა თუ ის ფაქტი, რომელიც ზუსტად იცის, როგორ შეხვდა მაგალითად ორი სხვა სახელმწიფოს ლიდერი ერთმანეთს და რა უთხრეს მათ ერთმანეთს, ხო? და მთელი შედეგი ამ ყოველფრის დგას იმაზე, რომ ეს ადამიანები ამას იმეორებენ, ძალიან ხშირად ეს გამეორება არის მართული და მივდივართ იქამდე, რომ ჩვენ კარგავთ იმ მთავარ მნიშვნელოვნებას, რომელიც კი ნამდვილად განსაკუთრებული როლი აქვს საქართველოს, ნამდვილად განსაკუთრებულია მისი როლი მსოფლიო მასშტაბითაც, ისტორიული თვალსაზრისით გულისხმობ, კულტურული თვალსაზრისით და მათ შორის ბოლო წლების მანძილზე საქართველო გარდა კულტურული და ისტორიული მნიშვნელოვნების წინ წამოწევისა, ასევე ცდილობს თანაბარ მონაწილეობას მაგალითად სამშვიდობო მისიებში. ძალიან ბევრი მიმართულებით დავიწყეთ აი ამ თვალის სწორზე საუბარი დანარჩენ მსოფლიოსთან და დღეს ამას ჩვენ ვკარგავთ, რადგან მივდივართ, რომ მეორე მოსვლის დროს ყველანი ვილაპარაკებთ ქართულად. ეს ძალიან ხმამაღალი განაცხადია, თუმცა ამ ხმამაღალ განაცხადს ისევე როგორც უხვედრობას და სხვა დანარჩენ მითოლოგიზირებულ კომპონენტებს ჭირდება ის პასუხისმგებლობა, რომ მინიმუმ მე უმაღლეს სასწავლებელში არ დავიწყო ქართული ენის სწავლება. თუ ასეთი მიმართულებით შევხედავთ, ხო? ამიტომ დღეს მე ვთვლი, რომ ძალიან დიდი საფრთხეა ამ მიმართულებით, ძალიან დიდი საფრთხეა იმ ცვლილებებით, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით ხდება. სხვადასხვა მიმართულებით იქნება ეს საგანმანათლებლო კომპონენტი, იქნება ეს სკოლამდელი ასაკის განათლება, იქნება ეს სამუზეუმო სფერო, იქნება კულტურული მემკვიდრეობა, ჩარევებით თუ ასე შემდეგ. მე ვსაუბრობ დამოუკიდებლობის მთელ პერიოდზე. რა თქმა უნდა, ბევრ სხვადასხვა დროს ქონდა სხვადასხვა შეცდომა, მაგრამ ჩვენ იმის მაგერად რომ გამოსწორების გზები ვიპოვოთ, ძირითადად ბრალდების ფორმატში ვართ დღემდე, რომ მაგალითად დღეს რომ ბაგრატ გელათის ტაძარი არის საგანგაშო მდგომარეობაში, საპირწონედ მას უდგას, რომ ბაგრატის ტაძარიც არის საგანგაშო მდგომარეობაში, რომელიც წინა ხელისუფლების დროს დაიწყო. ხო? ამიტომ ისევ უმწიფარ საზოგადოებამდე მივდივართ, უმწიფარ განაცხადებამდე მივდივართ, რომ დროა დაიწყოს პასუხისმგებლობაზე საუბარი იმაზე, რა შეგვიძლია ჩვენ თითოეულ ჩვენთაგანს გავაკეთოთ. უმწიფარი საზოგადოება და გაუნათლებელი საზოგადოება არის თუ არა აი იმ
მეხსიერების უქონლობის ბრალი, რომელზეც ყველამ ერთად ვიმუშავეთ, თუ არ ვიმუშავეთ, თუ მართლა რაღაცა ბერკეტები იყო ამისათვის გამოყენებული. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველამ ერთად ვიმუშავეთ ამაზე. მე ვერ ვიტყვი, რომ მაინც გარედან იყო. მე დაუჯერებლად მიმაჩნია, რა თვით დინებით შეიძლება მივსულიყავით აქამდე. ყველამ ერთად მივიღეთ ის შედეგი, რომ განათლებულობა მხოლოდ დიპლომების რაოდენობას გულისხმობს. ხო, თუ ჩვენ ქართული ენის იმ მნიშვნელოვნებას ჩავუხმავდებით, რომ განათლება და განათება, გონებისა და გულის განათება არანაირად არ განიხილება დიპლომების ან სხვადასხვა საერთაშორისო და ძალიან მნიშვნელოვანი და პრესტიჟული უნივერსიტეტების დიპლომი. განათლება ისევ ნიშნავს გააზრებას, გაანალიზებას და შემეცნებას იმ ჩემი მიღებული ცოდნისას. ზუსტად ეს არის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, ყველაზე დიდი საფრთხე, რომელშიც დღეს ჩვენ ვართ, რომ ჩვენ ყველამ ერთად შევუწყვეთ ხელი არაუშავს მოდუნებას მიმდინარე მოვლენებისა, რომელიც იწყება და ჯერ კიდე საბჭოთა პერიოდის სკოლებში, მერე პოსტსაბჭოთა პერიოდის სკოლებში, მერე უკვე დამოუკიდებელი საქართველოს სკოლებში, წინა ხელისუფლების საგანმანათლებლო რეფორმების დროს და განსაკუთრებით დღეს, როდესაც სრულად საგანგაშოა, მაგალითად საქართველოს ისტორიის წიგნები. სრულად საგანგაშოა ის განაცხადები, ის განსაკუთრებით ორ მნიშვნელოვანი განცხადებები, როგორც არის კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენ ბედად გვხვდა რთული მეზობლობა. საქართველო არის უბედო გეოგრაფიულ არეალში. რო არ ყოფილიყო რუსეთის ომი, ან რო არ ყოფილიყო ესეთი რთული ვითარება, ან რო არ ყოფილიყო საქართველოს მხრიდან ომის დაწყების კამპანია, არწოხელიძე იქნებოდა სახლში, ხო? აქ ერთის მხრივ ვავრცელებთ იმ ინფორმაციას, რომელიც ძალიან საგანგაშოა და მეორეს მხრივ ვაუფასურებთ სრულიად იმ გმირობას, რომელიც მთლიანად ღირსებაზე დგას. ღირსება, რომელიც არის იმ თავარი მნიშვნელოვნების, ხო? ადამიანის სიცოცხლეს წირავს იმისთვის, რომ თავისი ქვეყანა, რომელიც დროშის სახით არის, არ შევრაცხოს. ამიტომ ხა, როდესაც ამ მიმართულებაზე ვსაუბრობ, ძალიან ძნელია მე ამ ადამიანებისთვის იმის დარწმუნება, რომ მე ვარ საქართველო. აი ამ განცდადობაში, რომ მე ვარ საქართველო, ჩვენ ვართ სახელმწიფო და თითოეული ადამიანის კონსტიტუციური უფლება მიიღოს მონაწილეობა სახელმწიფოს მშენებლობაში, მივდივართ იქამდე, რომ ძალიან ცოტა ვიცით ისევ და ისევ მერე ვკოსტავას გზაზე, ძალიან ცოტა ვიცით ზვიად გამსახურდიას გზაზე და ძალიან ბევრი იმ ადამიანზე, რომელიც ჯერ კიდე ესე ხმამაღლა, ხო, ჩვენ გვაქვს თბილისში გმირთა მოედანზე გმირთა მემორიალი. ძალიან ცოტა ვიცით ამ თითოეული ადამიანის პირად ისტორიას, თითოეული ადამიანის გმირობაზე. გმირობა არ არის მხოლოდ დაღუპვა, გმირობა არის რისთვის. და რისთვის ეს არის სახელმწიფოებრიობა, რისთვის ეს არის სამშობლო და რისთვის ეს არის ზუსტად რასაც ოთერჭილაძე ყვება თავის რომანებში. ამიტომ ჩვენ ყველამ ერთად დავუშვით მიმდინარე საგანმანათლებლო პროცესების რაღაცნაირად მოდუნება და სიადვილე, გაუაზრებლობა და მეორე მხრივ ლიტერატურა, რომელიც ძალიან რომანტიზირებულად ყვება თითოეული მეფის თუ ისტორიული რეალობის ამბავს და ასევე დღეს ძალიან რომანტიზირებულად ყვებით რაღაცა განსაკუთრებული საბურველით არის და საზოგადოების უმრავლესმა ნაწილმა ვერ გაანალიზა ტრაგედიის ის სიგრძე, სიგანე და სიღრმე, რომელიც 1920 თუნდაც 1921 წელს მოხდა. ხო, ეს არ არის მხოლოდ ტაბახმელა, ეს არ არის მხოლოდ მარო მაყაშვილი.
რა იდგა ამ ყველაფრის, ხო? ეს არ არის მხოლოდ დუმდა სიონი და დუმდა ხალხი. რა პროცესები გაჩერდა 1921 წლით, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. რა რეალობის წინაშე შეიძლება დამდგარიყო საქართველოს და ეს არ ნიშნავს, რომ არ დავკარგავდით და ისტორიული რეალობა ისეთია, რომ აუცილებლად დაკარგავდა დამოუკიდებლობას, მაგრამ რას გადავარჩენდით და რა გადავარჩინეთ, ან რა ვერ გადავარჩინეთ, ან რა გადაარჩინეს სხვა 1921 წელს ოკუპირებულმა ქვეყნებმა. ეს აგვაქვს ანალიზებელი და სამეცადინო. და ის რომ ახლა არ დავკარგოთ ჩვენი დამოუკიდებლობა, რა არის ამისთვის საჭირო? რა უნდა გაკეთდეს? აი ის მეხსიერებაც რო არ დავკარგოთ. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი არის დაკარგული. მაინც ჯერ კიდე ალბათ არსებობს რაღაცა ცდომა. არსებობს, ამისთვის არსებობს ისევ და ისევ ძალიან ბევრი მიმართულებით დასაწყებია მუშაობა, ვილაპარაკოთ ძალიან ბევრი ისტორიულ წარსულზე, ვილაპარაკოთ არა როგორი უძლეველები ვიყავით, არამედ როგორ გავხდეთ თუნდაც ისევ უძლეველები. როგორ არ შეუშინდა 10,000 ადამიანი 100,000-იან ჯარს, რას იცავდა ეს 10,000 ადამიანი? ამაზე უნდა ვილაპარაკოთ და არა ის, რომ ჯადოსნობა არის ჩვენ მხარეს. ამაზე უნდა ვილაპარაკოთ, რა გადაარჩინეს, რომ დღეს ჩვენ ამ თემაზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ. დღეს ჩვენ შეგვიძლია გავიდეთ დიდ გორის ველზე და რაღაც დროით ვიგრძნოთ, ხო, ის ენერგია. უნდა ვილაპარაკოთ ბევრი, უნდა ვწეროთ ბევრი ამ მიმართულებით, ხო? ნინო ხარატიშვილი ძალიან საინტერესოდ აკეთებს ლიტერატურას აქვს თავისი ჩარჩო, რომელიც შეიძლება იყოს გამხატრულებული, შეიძლება იყოს და ძალიან ბევრი მოკრიტიკე არასერიოზულია, როცა ვამბობთ, რომ არა პირობითად 5 მარტს კი არ მოხდა ეს ამბავი ისტორიულად 20 მარტს მოხდა. ისტორიკოსებმა ელაპარაკონ თავიანთ ისტორიულ თარიღებზე. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის გულებამდე მივიტანოთ ამბავი და დიდებულმა ადამიანმა გაიაზროს თუნდაც ერთი ლიტერატურული ან მხატვრული გმირის სახით გაიაზროს ტკივილი, ტრაგედია და გაიაზროს ის შესაძლებლობა, რომ შეიძლება ჩვენ დაგვემართოს. უამრავი კითხვა მაქვს ცხადია, მაგრამ უნდა გკითხო, რამდენად გათვითცნობიერებული გვაქვს კოლექტიურად, რას ვიცავთ? ან როგორ უნდა დავადგინოთ, იმიტომ რომ კონსტიტუციური ჩარჩოებიდან აბსოლუტურად ყველაფერი გასულია, იმიტომ რომ ვინც კონსტიტუციას იცავს, ის არის, ასე ვთქვათ, რაღაცა კლიშეებში მოქცეული ადამიანი სხვა ადამიანების მიერ არიან გაგდებული სამსახურიდან და გარიყულები. ამიტომ აი ამ რაღაცა სუმბურულობაში მაგ ზუსტად აი ეს კითხვა რა, როგორ უნდა გავიგოთ მაშინ, რას ვიცავთ? ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან რთული კითხვაა. რთული რატო? მაგალითად, როდესაც რა იყო მეორე მსოფლიო ომის დროს ნებისმიერი მეომარი საქართველოსგან, ჩვენ ვიცით, რომ უამრავი ადამიანი დაიღუპა. საქართველოს მოსახლეობის უამრავი ადამიანი დაიღუპა. რა იყო მათი მთავარი ლოზუნგი, ხო? ეს იყო სტალინისთვის. საბჭოთა პროპაგანდამ შექმნა ის მთავარი ხაზი, მთავარი ღერძი, რაზეც იდგა ნებისმიერი მეომარი. ნებისმიერი მებრძოლი, ის იდგა ვიღაცასთან ერთად. არ აქვს მნიშვნელობა ამ წუთში ეს იყო სწორი ან არ იყო სწორი. მე ვსაუბრობ როგორ მუშაობს პროპაგანდა. დღეს რისთვის და ესე გრძელდებოდა მე მოგვიანებით საბჭოთა პროპაგანდის რეალობაში. დღესაც გვაქვს ნებისმიერ ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ მე ჯერა საქართველოს კონსტიტუციის როგორც სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი უმაღლესი აქტის, რომლის დაცვა ნებისმიერი მოქალაქის ვალდებულებაა და უფლებაცაა, უცებ ვართ იმ რეალობის წინაშე, რომ საკონსტიტუციო ჩანაწერი ხდება დანაშაული, რადგან მე კონსტიტუცია როგორც სახელმწიფოებრიობის აქტი კი არ მჭირდება, მჭირდება იმისთვის, რომ ვიყო კონკრეტულად გადაწყვეტილების მიღების მხარეს.
რომელიც დღევანდელ რეალობაში წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთან. ანუ მმართველი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება წინააღმდეგობაშია ქვეყნის მთავარ სახელმწიფოებრივ აქტთან. ხო, მე ვსაუბრობ 78 მოხსეა საუბარი. თუ ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოს მოქალაქეები თვლიან, რომ საქართველო არის ევროპული ოჯახის წევრი და ისტორიულად ამის ძალიან ბევრი მაგალითი შეგვიძლია ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, ქალთა უფლებების თვალსაზრისით, საგანმანათლებლო უფლებების თვალსაზრისით და ამის ძალიან ბევრი მაგალითი გვაქვს მე-19 საუკუნეში. უცებ აღმოჩნდება, რომ ადამიანები, რომლებიც იცავენ მომავალს და მომავალს არა როგორც ისევ როგორც პროპაგანდა ყვება, რომ ევროპა არის რაღაცა ფასეულობების რღვევა, მემკვიდრეობის წართმევა, ენის წართმევა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ადამიანების უმრავლესობა, რომლებიც დღეს რუსთაველზე დგანან, ვამბობთ, რომ ევროპული ფასეულობა ეს არის ადამიანის უფლებები, საკანონმდებლო უფლებები, აღმასრულებელი ხელისუფლება, თავისუფალი სასამართლო, დამოუკიდებელი სასამართლო, სამართლიანობა, მომავალი და ასე შემდეგ. ანუ უამრავია ძალიან ბევრი ადამიანი სხვადასხვა რამის გამოდგას. ამიტომ როგორ უნდა გავარკვიოთ, რას ვიცავთ, საქართველოს მოსახლეობამ ფორმალურად ეს გაარკვია, როდესაც რეფერენდუმი გამოცხადდა ჯერ დამოუკიდებლობის აქტის მიღებისთვის, მერე გამოცხადდა, რომ საქართველოს გზა ნამდვილად არის ევროპული გზა. ამიტომ სამართლებრივად ეს გაცხადებული გვაქვს კონსტიტუციურ დონეზე. იმ რეალობაში, როდესაც დღეს მაგალითად საქართველოს სახელმწიფო სამსახურებიდან, საჯარო სამსახურებიდან ათასობით ადამიანია გათავისუფლებული მხოლოდ იმიტომ, რომ მათ 78 მუხლის დაცვისთვის პეტიციაზე აქვს ხელი მოწერილი, ძალიან წინააღმდეგობრივი ხდება რეალობაც და პასუხიც. ხო, და მაშინ შევაჯამოთ ჩვენი საუბარი, ანუ მეხსიერება როგორც უსაფრთხოება და როგორც უსაფრთხოების საფუძველი. ხო, და რახან მაისის დღეებში ვსაუბრობთ, ახლა იგივე ჩრდილოეთში, ანუ რუსეთი ცდილობს აი ამ მეხსიერების გარკვეული ნაწილის ამოგლიჯვას და პროპაგანდაში შეფუთვას და ზუსტად აი ამ პროპაგანდით სარგებლობს და იშვერს კიდევ ტანკებს, რაღაც მიმართულებას აძლევს და ისვრის რაკეტებს, ხო, ანუ დენაციფიკაცია, რაღაცა და ნუ ასე შემდეგ, რაღაცა უაზრო ტერმინოლოგიის გამოყენება, რომელიც მისიმაში. საბოლოო ჯამში მეხსიერება, როგორც უსაფრთხოების ფუნდამენტი, როგორ უნდა გამოიყენოს ქვეყანამ, რომ არ მოხდეს რაღაცა დიქტატორულ ავტორიტარიზმის რაღაცა ამაში საბურველში და პირიქით აი ამ მეხსიერებამ იხსნას და დაიცვას მისი მოსახლეობის კეთილდღეობა, მისი მოქალაქეების უსაფრთხოება და მთლიანად. მეხსიერება როგორც უსაფრთხოების პოლიტიკა მთლიანად გადაჭაჭულია სახელმწიფოს კულტურის პოლიტიკასთან. სახელმწიფოს კულტურის პოლიტიკა ეს არ არის დოკუმენტი, რომელიც არის სადღეგრძელოებით გაჯერებული, რომ ჩვენ ოდითგანვე ნიკოპსიიდან დარუბანდამდე და ასე შემდეგ. დღეს ჩვენ გვაქვს ეს გეოგრაფიული რეალობა, ის თანამედროვე ისტორიოგრაფიული რეალობა, რომელიც შეგვიძლია გავიაზროთ და იმაზე საუბარი, რომ საქართველო უნდა გახდეს ნიკოპსიიდან დარუბანდამდე კვლავ არასერიოზულზე მეტია. სახელმწიფო უსაფრთხოების პოლიტიკა მეხსიერების კონტექსტით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, ხო, ჩვენ თუ მაგალითად როდესაც მე მუშაობდი თბილისის მუზეუმების გაერთიანებაში, ძალიან ბევრი მცდელობა მქონდა და ხშირად წარმატებული საქართველოს ეროვნულ გვარდიასთან თანამშრომლობისთვის. რატო? იმიტომ რომ სამუზეუმო სივრცე ძალიან ხშირად განიხილება ხოლმე, რომ ეს არის სივრცე, რომელიც უნდა იცავდეს, კარგად ინახავდეს და კარსაც კარგად კეტავდეს უსაფრთხოებისთვის. არა, სამუზეუმო სივრცე არის ის სივრცე, რომელიც ინტერპრეტაციას და არა ფანტაზიის გამოყენებით, ისტორიული ფაქტების საშუალებით, ისტორიოგრაფიის საშუალებით და მემორირებული თუ ისტორიული პირების მიხედვით უნდა ყვებოდეს აი ზუსტად ამ ეროვნულ უსაფრთხოებაზე დაფუძნებულ ამბავს, რომელიც ძალიან ხშირად დღეს სამწუხაროდ საფრთხედ განიხილება ხოლმე, ხო? როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ მარტო მერაბ კოსტავაკი არ არის, რომელიც ამაზე ყვებოდა ან ხო, უამრავი სხვა ადამიანი
ადამიანიც არის, რომელიც შეიძლება არ არის ესეთი ცნობილი, როგორც არის მერაბ კოსტავა. ხო, შეუცვლელი ადამიანებიც გვყავს ჩვენ საქართველოს ისტორიაში. ხო, ამას ყვებოდა არა მაგალითად კალისტრატე ცინცაძე, ხო? და უამრავი სხვა ადამიანის მოყვანა შეგვიძლია. თავდაცვის ძალებთან სამოს კულტურული მემკვიდრეობის თანამშრომლობა ეს არის უკვე გავლილი გზა სხვადასხვა სახელმწიფოებისთვის და ძალიან წარმატებული გზა, ხო? ეს არ ეხება მხოლოდ საომარ ვითარებას, ეს არ ეხება მხოლოდ კატასტროფებს ან საგანგაშო ვითარებებს. ნებისმიერი ადამიანიც მარტო სკოლის პერიოდში არ უნდა ხვდებოდეს მუზეუმში. მათ უნდა იცოდეს, რაც საუბრობთ, რა არის კულტურული მემკვიდრეობა. ეს არ არის მხოლოდ როგორი ამაყები უნდა ვიყოთ, რომ ესეთი დიდი ისტორია გაგვაჩნია. ეს არის ის პასუხისმგებლობა, რისი მოვლა მაბარია მე, რომლის არსებობაშიც არანაირი წვლილი არ მიმიწვის, გარდა იმისა, რომ პასუხისმგებელი ვარ მომავალ თაობასაც დავახვედრე. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნდამენტური პასუხისმგებლობა, რომელიც ძალიანაც დგას ეროვნულ უსაფრთხოებაზე, როგორც მეხსიერების კონტექსტზე. ძალიან დიდი მადლობა, ნინი. მინდა რომ ბევრი ვისაუბროთ, სამწუხაროდ დღეს ამით შემოვიფაროთ, თუმცა მომავალში აუცილებლად დაუბრუნდეთ ამ საკითხს. მადლობა თქვენ.